მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეს გადაცემა უნდა იცოდეა, მე კი მისი წამყვანი თამარ გუნთაიშვილი ვარ. ეს არის ახალი სეზონი და თქვენ უნდა გადაგიხადოთ ამისთვის ძალიან დიდი მადლობა, რომ არა თქვენი გამუდმებული ინტერესი იმასთან დაკავშირებით თუ რა თემა იქნებოდა შემდეგი, ალბათ ამდენი სეზონი და ამდენი გადაცემაც ვერ შედგებოდა. ჩვენ დღევანდელ გადაცემას რაც შეეხება, უნდა ვისაუბროთ დასვენებაზე და დასვენების შემდგომ სამსახურში დაბრუნებაზე, იმიტომ რომ ახლა ზუსტად ის პერიოდია, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი ბრუნდება შვებულებიდან, ან ზოგიერთი მათგანი ახლა გადის შვებულებაში. სწორედ ამიტომ ჩვენს ფსიქოლოგთან ნინო ჩალაძესთან ერთად ვისაუბრებთ დასვენების როლზე ჩვენი ფიზიკური, ფსიქოლოგიური და მენტალური ჯანმრთელობის კუთხით და ასევე გამომახვილებთ ყურადღებას იმაზე, თუ როგორ უნდა დავუბრუნდეთ სამუშაო გარემოს სტრესის გარეშე. მოგესალმებით ნინო, დიდი მადლობა თქვენი დროის დათმობისთვის და იმისთვის, რომ ხართ ჩვენი ამ სეზონის პირველი რესპონდენტი. სხვადასხვა ძალიან ესეთი საინტერესო, სასარგებლო გადაცემა უნდა გამოგვივიდეს წესით. საუბრობთ დასვენების მნიშვნელობაზე და ასევე აი ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურ საკითხზე, დასვენების შემდგომ სამსახურში დაბრუნებაზე. მოდი უპირველესად დავიწყოთ საუბარი ასე. რატომ არის მნიშვნელოვანი დასვენება ზოგადად და რა გავლენას ახდენს ის ჩვენს მენტალურ, ფსიქიკურ, ფიზიკურ ჯანმრთელობაზე? მნიშვნელოვანი თემაა ძალიან. და დავიწყებ იმით, რომ რა თქმა უნდა დასვენება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამას მოწმობს კვლევებიც, ეს არ არის უბრალოდ ეს მოსაზრება ან რაღაც ემოციური ეფექტები, რასაც გრძნობთ ხოლმე ადამიანები დასვენების შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანი კვლევები, რომელიც ათასობით ადამიანზე ჩატარებულა, ადასტურებს, რომ როდესაც ადამიანები არ იყენებენ დასვენების შესაძლებლობას, არის ხო? გვაქვს შემთხვევები სამწუხაროდ, როდესაც შეიძლება წლები გავიდეს, რომ ადამიანი ვერ ახერხებს ნორმალურად შვებულების გამოყენებას, ან იშვიათად იყენებს. ამ შემთხვევაში კვლევები ადასტურებს, რომ ძალიან იზრდება მაგალითად გულზარდთა დაავადებების რისკი, მეტაბოლური პრობლემები. ადამიანები, ვინც დროულად იყენებენ თავიანთ დასვენებას და პატივსცემენ პირად დროს, სივრცეს და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, მათი ჯანმრთელობა, ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც კი აისახება და ზოგადად ადამიანი ბიოფსიქოსოციალური არსებაა, ხომ? იმისთვის, რომ ვიყოთ ჯანმრთელები, ზოგადად ჯანმრთელები და აქ არის იგულისხმება უბრალოდ ფიზიკური ჯანმრთელობაც და მენტალური ჯანმრთელობაც. კომპლექსურად მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკურადაც ჯანსაღად გრძნობდეთ თავს, ფსიქოლოგიურადაც და ასევე გქონდეს ჯანსაღი სოციალური ურთიერთობები. ეს სამი ელემენტი ერთი მეორის გარეშე წარმოუდგენელია და შესაბამისად ჩვენი ჯანმრთელობის პრობლემები ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ახდენს გავლენას, ფსიქოლოგიური, სოციალურზე. ზოგადად ჩვენი სხეული და ფსიქიკა ცალ-ცალკე მდგომი მოცემულობები არ არის, ერთიანი მექანიზმია და შესაბამისად ერთ სფეროში რაღაც ნეგატიური გავლენა სხვა სფეროებზეც აისახება ხოლმე. ამიტომ გარდა იმისა, რომ ზოგადად ფიზიკურ და შესაბამისად მენტალურ ჯანმრთელობაზე ახდენს ძალიან მნიშვნელოვან გავლენას და ამას გრძნობთ კიდეც ადამიანები შეგრძნებების დონეზეც დასვენების მერე ეფექტები რაც არის, თუნდაც ემოციურ დონეზე, თქვენ წარმოიდგინეთ სოციალური ურთიერთობების დონეზეც კი. კვლევები ამასაც კი ადასტურებს, რომ შვებულების შემდეგ და დასვენების შემდეგ ადამიანები უფრო ახერხებენ ჯანსაღი სოციალური ურთიერთობების წარმოებას, რაც ძალიან ლოგიკურია, რადგან დასტრესილზე, გადაღლილზე მეტი არის ბუნებაგანწყობის გაუარესება, გაღიზიანებადობა, რაც რა თქმა უნდა აისახება როგორც სამსახურში ჩვენ პროდუქტიულობაზე, ისე ადამიანებთან ურთიერთობაზე. კი ბატონო, ნინო, საინტერესოა აუცილებელია თუ არა გავიდეთ ქალაქგარეთ, შევიცვალოთ გარემო. აი ამ შემთხვევაში გარემოს ცვლილება არ გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ აი ვთქვათ ავიღეთ შვებულება და სამსახურიდან ვთქვათ და საქმიდან დასვენებულები ვართ. გულისხმობ უშუალოდ ქალაქიდან გასვლას. ეს რამდენად აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ ხარისხიანად დავისვენოთ. სასურველია, თუმცა არა აუცილებელი. აი წეგან რაც ვისაუბრეთ, თქვით, რომ დასვენება საბოლოო ჯამში რა შედეგს გვაძლევს, ხო? რომ ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, სოციალურად უფრო ჯანსაღად ვიმყოფებით.
მოდით რო ავხსნათ რამდენიმე მექანიზმი მაგალითისთვის, რომ გავარკვიოთ ზოგადად დასვენებას გარდა იმ შედეგებისა, რასაც აშკარად გვგრძნობთ, თუნდაც ფიზიოლოგიურ დონეზე, ჩვენი გონებრივი მუშაობის დონეზე რა ეფექტი აქვს. და შემდეგ დავინახავთ, რომ ამ ეფექტს გავლენა აქვს როგორც ქალაქგარეთ დასვენების შემთხვევაში, ასევე ქალაქში დარჩენის შემთხვევაშიც და ყოველდღიურ რუტინაშიც შეგვიძლია ჩავთოთ პატარ-პატარა აქტივობები, რომელიც მოგცემს იმ დადებით შედეგს, რაც ზოგადად დასვენებას აქვს. აი მაგალითად რომ ავიღოთ, მაგალითად კონცენტრაცია. კონცენტრაცია არის ერთ-ერთი ასე ვთქვათ, წამყვანი კოგნიტური, ანუ აზროვნებითი პროცესი, რომელიც გვჭირდება ყველაფერში. მაგალითად მე რომ ეხლა ვსაუბრობ, ამისთვისაც კი მჭირდება კონცენტრაცია, იმისთვის რომ თავი მოუყარო სიტყვებს, ფრაზებს და გადმოვცე აზრი კარგად. მაგრამ თუ ასე ვთქვათ, კოგნიტური უნარი, რომელიც მართლა ერთ-ერთი წამყვანი არის და ძალიან მნიშვნელოვანი, იქნება დაქვეითებული, მე შეიძლება გამიჭირდეს საუბარი დამავიწყდეს სიტყვები, ან უფრო შენელებულად ვისაუბრო და არ იყოს ისეთი გასაგები და მკაფიო ჩემი საუბარი, ხო? როდესაც ვართ ვიმყოფებით განსაკუთრებით ურბანულ გარემოში, სადაც უამრავი სტიმულაცია არის და ასე ვთქვათ, სენსორული გადატვირთვა ხდება ჩვენი, ამ დროს რომ წარმოვიდგინოთ, აი ყურადღების და კონცენტრაციის გახლეჩა ადამიანებს არ შეგვიძლია, არამედ სწრაფ-სწრაფად ხდება ერთი სტიმულიდან და გამღიზიანებლიდან მეორეზე გადართვა. რაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში თუ კი გარკვეული პაუზა არ აქვს და ეს ინტენსიურად ხდება, იწვევს აი ამ კონცენტრაციის უნარის დაქვეითებას, რომელიც რა თქმა უნდა აღდგენადია, მაგრამ შესაბამისი პირობები გვჭირდება ამისთვის. კონცენტრაციის უნარის დაქვეითება კი შეიძლება სამუშაოს ეფექტიანობაზე აისახოს. ხშირად ადამიანები, მაგალითად, როდესაც თერაპიაზე მოდიან ადამიანები, ახსენებენ, რომ აი მაგალითად გვაქვს მეხსიერების პრობლემა. რა თქმა უნდა, კონცენტრაციის ნაკლებობა, გადაღლისგან გამოწვეული კონცენტრაციის ნაკლებობა აისახება მეხსიერებაზეც, აზროვნების პროცესზე შეიძლება რაღაც გარკვეული უცნაური შეგრძნებები გქონდეს, რომ თითქოს გონება დაბინდული არის, გვიჭირს მარტივი ყოველდღიური რაღაცების დამახსოვრება, გონებიდან შეიძლება პატარ-პატარა დეტალები ამოგვივარდეს. მაგალითად, ამას წინათ 15 წუთის განმავლობაში ვეძებდი სახლიდან გასვლამდე მანქანის გასაღებს, ვერაფრით ვიხსენებდი სად მქონდა დადებული. კი, შეიძლება. მნიშვნელოვანი ინფორმაცია ესე შეიძლება არ დაგვავიწყდეს, მაგრამ აი პატარ-პატარა დეტალები რაც ასევე მნიშვნელოვანია. როგორც ვახსენეთ, ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ აი კონცენტრაციის, ასე ვთქვათ, პროცესის გაუარესების შემთხვევაში შეიძლება ის საქმე, რასაც ადრე ვაკეთებდით, ეხლა ორმაგი ძალის ხმევა დაგჭირდეს, უფრო მეტი დრო, მეტი ენერგია წავიდეს, იმიტომ რომ გვიჭირს ამ კონცენტრაციის მოკრება. და შესაძლებელია, წაღან როგორც ვახსენეთ, ამ ასე ვთქვათ, უნარის გაუმჯობესება და აღდგენა. ამისთვის აუცილებელი არის, რომ გარკვეული პერიოდი გავატაროთ ისეთ გარემოში, სადაც რა თქმა უნდა ნაკლები სტიმულაცია გვექნება და ნაკლებად დაგვჭირდება ყურადღების სწრაფ-სწრაფად გადართვა ერთი გამღიზიანებლიდან მეორეზე. მაგალითად, თუნდაც საღამოს სეირნობა და ბუნებაში გასეირნება. შეიძლება ქალაქში ვცხოვრობთ, მაგრამ არის შესაძლებელი, რომ რამდენიმე წუთი მწვანე გარემოში გავატაროთ, სადაც თვითონ გარემო გვაძლევს საშუალებას, რომ ერთი მიმართულებით ვიყოთ კონცენტრირებული და შესაბამისად ესეთი აქტივობები იქნება ეს ქალაქგარეთ ხანგრძლივი დროით თუ ქალაქში მცირე დროით, გარკვეული ასე ვთქვათ, პერიოდულობით გვეხმარება ამ უნარის აღდგენაში. ეს არის ეგრეთ წოდებული mindful მდგომარეობას ვეძახით, რომელიც არის გონებრივი მდგომარეობა, როდესაც ჩვენ რაღაცნაირად კონცენტრირებული ვართ ერთ რაღაცაზე და ამ დროს ნაკლებად გვაქვს წარსულთან დაკავშირებული, მომავალთან დაკავშირებული ფიქრები, ესეთი გამკიცხავი და შემაფასებელი შეკითხვებიც ნაკლებად არის, უბრალოდ კონცენტრირებული ვართ რაღაცაზე. და თქვენ წარმოიდგინეთ, ეს mindful მდგომარეობა შეიძლება ვიგრძნოთ თუნდაც, როდესაც მივირთმევთ ყავას და პარალელურად არ ვიყურებით ტელეფონში ან არ უყურებთ ტელევიზორს, არამედ მხოლოდ ასე ვთქვათ ვაგემოვნებთ. პირდაპირ მე შემეხეთ, იმიტომ რომ აი ჩემთვის ერთ-ერთი განტვირთვის საშუალება არის ზუსტად აი ყავის მშვიდ გარემოში მირთმევა. აი ამ დროს შემიძლია თქვათ ალბათ შეგულებას და დასვენებას ვერ გავუტოლებ ამ ყველაფერს, მაგრამ ხო აი განტვირთვისთვის ძალიან აუცილებელი რაღაც არის ჩემთვის პირადად. იმიტომ რომ თუმცა ეს არ არის მხოლოდ ყავა, შეიძლება რომ ნებისმიერი სხვა ქმედებითაც შეიცვალოს ხო ეს ყველაფერი. ნებისმიერი სხვა ქმედებით შეიძლება მაგალითად mindful შხაპის მიღება ან ყვავილების მორწყვა, ბუნებაში გასეირნება.
რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება შვებულების ჩამონაცვლებელი, თუმცა ესეთი პატარ-პატარა ყოველდღიური ქმედებები და ჩვევები ძალიან გვეხმარება იმ პროცესის აღდგენაში, რაზეც წეგან ვისაუბრეთ და კიდე მაგალითად ერთ ეფექტზე ვიტყვი მოკლედ, როდესაც გვაქვს შვებულება ვისვენებთ და როდესაც გვაქვს საშუალება, მაგალითად მოვწყდეთ იმ გარემოს, რაშიც ყოველდღიურად ვიმყოფებით. ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კი გარკვეულ რუტინულ საქმიანობასთან გვაქვს ყოველდღე საქმე, ის რუტინული ქმედებები, აქტივობები, რასაც ყოველდღე ვაკეთებთ, უკვე ავტომატური ხდება, ხო? და ყოველდღიურობაში ჩვენ აღარ გვიჭირდება გონების დაძაბვა, რომ რაღაცა საკითხის გადაწყვეტის ახლებური მიდგომა გამოვწებნოთ, არამედ ავტომატურად ვაკეთებთ ამ ყველაფერს. და როდესაც ვწყდებით გარემოს, სადაც ყოველდღიურად ვიმყოფებით, მუშაობთ და ასე შემდეგ, უკვე პატარ-პატარა ამოცანები შემოდის. მაგალითად, თუ კი ქალაქიდან გავდივარ და მეორე ქალაქში მივდივარ, იქ მე გადაადგილებისთვის ერთი დანიშნულების ადგილიდან მეორეში მისვლისთვის ავტომატური მოქმედების განხორციელება არ მეყოფა უკვე, მჭირდება რაღაც ამოცანის ახლებური გადაწყვეტა. ესეთი ახალ აქაც კონცენტრაციის უნარის განვითარება შემოდის. რა თქმა უნდა, კი ბატონო, და ამ ახალი ამოცანების გადაწყვეტის დროს ახალი ნეირონული კავშირების დამყარება ხდება, ასე ვთქვათ, ჩვენ თავის ტვინში, რაც საფრთხებად გადატვირთვა ხდება ტვინის, ხო? კი ბატონო, ასე გამოდის. გადატვირთვა და განახლება, მოდი ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ ამ ახალი ნეირონული კავშირების დამყარების დროს ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ თუნდაც რაღაც საკითხს, რასაც ადრე რაღაც ერთი მხრიდან უყურებდით, ამ განახლების შემთხვევაში რაღაც ახლებური მხრიდან შევხედოთ. ზოგჯერ ხო არის, რომ რაღაც პრობლემის წინაშე ვდგავართ და გადაღლილობის სტრესის ფონზე ჩვენი აღქმა და აზროვნება ვიწროვდება და მხოლოდ ერთი მიმართულებით ვხედავთ ამ ყველაფერს. და ესეთი ახალ-ახალი ამოცანების გადაწყვეტა, ახალ-ახალი გამოცდილების მიღება, იმ რუტინული გარემოდან მოწყვეტა, სწორედ აი ამ პროცესის აღდგენაში გვეხმარება. რაც ბუნება განწყობაზეც აისახება და უფრო კარგად გრძნობთ თავს. მოკლედ, თქვენი საუბრიდან გამომდინარე, შეგვიძლია მკაფიოდ და თამამად ვთქვათ, რომ დასვენება პროდუქტიული სამუშაო პროცესის გარანტია. კი ბატონო, პარადოქსულია ერთი რამ, რომ ხშირად ადამიანები, ასე ვთქვათ, დასვენების დროს ikლებენ იმისთვის, რომ თავს არ აძლევენ უფლებას, რომ ის თუნდაც შვებულების პერიოდი გამოიყენონ, ხო? ნამდვილად და რომ ჩაიკითხოთ, შეიძლება მიზეზი აღმოჩნდეს ის, რომ აი არ მინდა საქმე გავაფუჭო, არ მინდა მოვუწყდე ამ ყველაფერს. და ზუსტად აქ პარადოქსულობა ზუსტად ამაში მდგომარეობს, რომ ეს დასვენება შეიძლება ზუსტად იმას ემსახურებოდეს, რომ ის საქმიანობა, რასაც ვეწევით, კიდევ უფრო მეტად ეფექტიანი იყოს და ეს არა მარტო ჩვენთვის საკეთილდღეოდ, არამედ არის ორგანიზაციებისთვის, იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც ვმუშაობთ და ვისთან ერთადაც ვმუშაობთ, მათთვისაც სასარგებლოა. თუმცა ხშირად არის, რომ ამას აცნობიერებენ ადამიანები, მაგრამ აი ეს გარკვეული ფორიაქი დანაშაულის განცდა მაინც რაღაცნაირად არ აძლევთ საშუალებას, რომ ქცევის დონეზე გადადგან ეს ნაბიჯი. ნინო, მაშინ მოდი რჩევა მივცეთ ახლა ასეთი ტიპის ადამიანებს, როგორ უნდა მართონ ეს ყველაფერი და როგორ მოახერხონ გადააბიჯონ ამ შემთხვევაში საკუთარ თავს და მისცენ უფლება, რომ დაისვენონ და რაღაცნაირად გაითავისონ ის, რომ ასე გაცილებით პროდუქტიულები იქნებიან და შეიძლება სულაც ისეთი აზროვნების გასაქანი გქონდეთ და მიეცეთ ამ ყველაფრით, რომ გაცილებით დიდ წარმატებასაც მიაღწიონ. კი ბატონო, იმიტომ რომ ეს ეფექტები ახლა ჩვენ ასეც ვსაუბრობდით, ზოგადად мотиваციის ამაღლებას, კრეატიულობის და შემოქმედებითობის, ასე ვთქვათ, ამაღლებასაც უწყობს ხელს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა დრო დაუთმოთ იმაზე ფიქრს, თუ რა განაპირობებს, რა არ მაძლევს საშუალებას, რომ თუნდაც ემოციურად გადავლახო ის ფოთვა და ფორიაქი დანაშაულის განცდა, რომელსაც სამსახურიდან მოწყვეტა იწვევს. რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში ესე არ ხდება, მაგრამ არის რიგი შემთხვევები, რომელსაც ადამიანებს ძალიან უჭირთ ამ დასვენების რეჟიმზე გადასვლა და პირიქით, როდესაც მიიღებენ გადაწყვეტილებას და რაღაცნაირად მოწყდებიან იმ ძირითად საქმიანობას, რასაც ეწევიან, იმდენად დისკომფორტის შეგრძნება შემოდის საწყის ეტაპზე, რომ შეიძლება ძალიან სწრაფად დანებდნენ, ასე ვთქვათ, და დაუბრუნდნენ ისევ საქმიანობას. ხშირად არის, რომ ჩვენ ვეძებთ რაღაც ესეთ უნივერსალურ ტექნიკას, რაც აი ძალიან სწრაფად და ეფექტურად დაგვეხმარება მსგავსი ტიპის წინააღმდეგობების გადალახვაში. თუმცა, არ ვიცი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ვერ ვიტყვი რომ ეს სამწუხაროა.
ამ ყველაფერს სჭირდება ძალისხმევა, დაკვირვება საკუთარ თავზე, რისგან ვართ გადაღლილები, რა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მოვწყდეთ დროებით და თუნდაც ისევ როგორც ვახსენეთ, ისევ საქმიანობას მოვახმაროთ ჩვენი აღდგენილი ენერგია. მე გაგიზიარებთ საკუთარ გამოცდილებას და თქვენი აზრით და ამ თვალსაჩინო მაგალითიდან გამომდინარე, ალბათ მაყურებლისთვის შეიძლება უფრო ნათელი გახდეს ეს ყველაფერი, როდესაც ბავშვი გავეჩინე და სანამ სრულფასოვნად დაუბრუნდებოდი სამუშაო პროცესს, მიუხედავად იმისა, რომ სამსახურიდან აქ კიდევ ერთხელ გულწრფელი მადლიერება ჩემი მთელი გუნდის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივი ხელშეწყობა მქონდა და მე ერთი წუთით არ მიგრძნია ის, რომ თქვათ ჩემი არასრულფასოვანი სიარულით თქვათ სამსახურში რაიმე პრობლემას უქმნიდი ან ვინმეს ხელს უშლიდი პირიქით, მაინც შინაგანად ყოველთვის დაცაგული ვიყავი და მქონდა ის შფოთვა, რომ მე რაღაცას ისე არ ვაკეთებდი, როგორც უნდა გამეკეთებინა და ამით გარკვეულ დისკომფორტს ხო არ ვქმნიდი, თუნდაც ჩემი ხელმძღვანელობისთვის და ჩემი თანამშრომლებისთვის, რომლებიც მიწყობდნენ ხელს იმისთვის, რომ მე ვთქვათ რაღაც კონკრეტული დრო ამ შემთხვევაში არა სამსახურისთვის, არამედ ბავშვებისთვის დამეთმო. ესეც ხომ არ არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ვერ ახერხებენ ადამიანები მოწყდნენ სამსახურებს, თავიანთ საქმიანობას და მაქსიმალურად მისცენ თავს შესაძლებლობა იმისთვის, რომ დაისვენენ. ხომ არ შეიძლება იყოს ეს ფიქრები, რომ აი ხელმძღვანელობა როგორ მიიღებს ამ ყველაფერს. რამდენად ხშირია, ვთქვათ, თუნდაც თერაპიებზე მოსული ადამიანების მხრიდან დასახელებული ეს ფაქტორი, სამსახურეობრივი გარემო რამდენად უწყობს ხელს იმაში, რომ დაისვენოს. მიუხედავად იმისა, რომ აი კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, ძალიან ბევრ სამსახურში შეიძლება არაჩვეულებრივი ხელშეწყობა იყოს მსგავს სიტუაციაში. კი ბატონო, როდესაც რაღაც ობიექტურად არსებულ რისკებთან არის დაკავშირებული ჩემი სამსახურში არსიარული, ხო, ეს შფოთვა არის მაშინ რაციონალური, ხო, როდესაც სამსახური არ მიწყობს ხელს, ან არის არაჯანსაღი გარემო, არაჯანსაღი კულტურა არის დამკვიდრებული, თუმცა არის რიგი შემთხვევები, როდესაც აი ზუსტად ესე ადამიანები ამბობენ, რომ აქვთ ყველანაირი ხელშეწყობა, რაციონალურად ხვდებიან, რომ ეს რაიმე ისეთ მნიშვნელოვან ზიანს არ გამოიწვევს, კი და საერთოდ შეიძლება ზიანი არ გამოიწვიოს, მაგრამ მაინც აი ამ ემოციას ვერ ვლახავთ. ზოგადად ოდნავ შორიდან რომ მოვუაროთ, მაღალი სტანდარტები, როდესაც გვაქვს ადამიანებს, ძალიან კარგია, რაც გვეხმარება პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში. თუმცა ხშირად პრობლემები გვაქვს არა მაღალ სტანდარტებთან, არარეალურ სტანდარტებთან, რომლის მიღმაც გარკვეული ირაციონალური რწმენა წარმოდგენებით დგას ხოლმე. და ისეთი დაყენებები, როგორიც არის მაგალითად, რომ შეცდომა არ უნდა დაუშვა, არაფერი არ უნდა შემეშალოს, ყველას უნდა მოვწონდე, არავის არ უნდა ვაწყენინო. რაც კი ბატონო, თუ კი ვზრუნავ იმაზე, რომ არავის ვაწყენინო და შეცდომა არ დაუშვა, გადასარევია, მაგრამ წარმოუდგენელია, ხო, ადამიანები ვართ და აი ესეთი მკაცრი დაყენებები, რომელსაც კიდევ იმის იქით, რა თქმა უნდა, აქვს თავისი მიზეზები, გარკვეული ადრეული გამოცდილებები, რომელიც გვიყალიბებს საბოლოო ჯამში ესეთ მკაცრ დაყენებებს და კიდევ უფრო რომ ჩაუღრმავდეთ ეს რაღაც გარკვეულ ირაციონალურ შიშებთან არის დაკავშირებული, შეიძლება ყოველდღიურობაში აი ძალიან მარტივ საკითხებშიც კი გვიშლიდეს ხელს. ვაცნობიერებდეთ, რომ გქონდეს ასე ვთქვათ ჯანსაღი კრიტიკა ამ ფიქრების მიმართ, რაციონალურ დონეზე ხვდებოდეთ, რომ ეს არ არის სწორი, მაგრამ ვერ უმკლავდებოდეთ ამ განცდას. ზოგჯერ არის რომ ახლა მაგალითად მშობიარობის შემდგომ პერიოდი ვახსენეთ, ხო, რომელიც იწვევს გარკვეულ გულებაგანწყობის გაუარესებას და გარკვეული დროით, ოღონდ რა თქმა უნდა, ნორმალურია რომ ამ გულებაგანწყობის გაუარესებასთან ერთად თუ ფიქრები რაღაცა ნეგატიურად მიდის, ემოციებით შესაბამისად და შეიძლება იყოს ეს ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი. თუმცა თუ კი ეს გრძელდება დიდი ხნის განმავლობაში, სხვადასხვა სფეროებსაც მოიცავს, არა მხოლოდ რაღაც სამსახურთან დაკავშირებული, არამედ სხვა მიმართულებითაც ვატყობთ მსგავს დაყენებებს, სადაც ვფიქრობთ, რომ ეს ფიქრი არ არის სწორი, მაგრამ განცდას ვერ ვლახავთ. შესაძლოა საკმაოდ სიღრმისეული ჩაღრმავება და დაკვირვება დაგჭირდეს იმისთვის, რომ გავარკვიოთ რა არის წყარო ამ ყველაფრის და რა ირაციონალურ წმენა წარმოდგენებზე, ფიქრებზე, რომელიც შეიძლება ნახევრად ან სრულიად გაუცნობიერებელია, დგას ეს ჩვენი ემოცია. ისე მივდივართ იქამდე, რომ საკუთარ თავზე დაკვირვება და კითხვის დასმა არის ძალიან მნიშვნელოვანი და შემდეგ უკვე თუ რაღაც უფრო სიღრმისეულ საკითხამდე მივალთ, სპეციალისტის ჩართულობაც აუცილებელია. დამოუკიდებლად ვახერხებთ ამასთან გამკლავებას. ესეც ალბათ უკვე ცოდნა გამოცდილების ამბავია.
კი ბატონო, მოდი ახლა გადავინაცვლოთ იმ საკითხზე. აი, არსებობს ამ ადამიანთა კატეგორიის გარდა ის ადამიანები, რომლებიც პირიქით მაქსიმალურად ცდილობენ საკუთარი შვებულება გამოიყენონ, ამოწურონ და ხშირ შემთხვევაში, აი, როდესაც ვთქვათ, დასაქმებულ ადამიანებზე ვსაუბრობთ, ხომ, არის ხელფასიანი და უხელფასო შვებულებები, ხომ? უხელფასო შვებულებებსაც კი იყენებენ იმისთვის, რომ აი მაქსიმალურად დაისვენონ და ზუსტად რაზეც ვისაუბრეთ, უფრო პროდუქტიულები იყვნენ შემდეგ სამსახურში. მაგრამ ხშირად ეს ყველაფერი დაკავშირებულია ხოლმე, აი, როდესაც შვებულებიდან უკვე ბრუნდებით სამსახურში გარკვეულ სტრესთან. ეგრეთ წოდებული ტერმინიც არსებობს, შვებულების შემდგომი დეპრესია. როგორ უნდა ვმართოთ ეს ყველაფერი? მე ერთი პრაქტიკა, რაც მაქვს საკუთარ თავზე გამოცდილი, აუცილებლად სანამ სამსახურში დავბრუნდები ხოლმე, ერთი კვირით ადრე ვბრუნდები ქალაქიდან, თუ ქალაქ გარეთ ვარ გასული, ერთი კვირით ადრე ვბრუნდები ქალაქიდან, რომ აი საქმეები, რაც მაქვს, თქვათ, იქნება ეს სახლის თუ სხვა, თუნდაც წინა სამსახურეობრივი მომზადება, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ქალაქში ვიყო, რაღაცნაირად დავუბრუნდე კონკრეტულ რუტინას, რომელიც მაახლოვებს უკვე სამსახურთან, რომ შედარებით შევემსუბუქო ამით საქმე. არის თუ არა ეს გამოცდილი და კარგი პრაქტიკა და თუ არსებობს მსგავსი რაიმე სხვა ტიპის პრაქტიკები, რომელიც შეგვიძლია რომ ჩვენს მაყურებელს გავუზიაროთ. ადამიანების უმრავლესობას აწუხებს ეს, შეიძლება ეს დეპრესია ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იყოს, ბევრ რამეს ვარქმევთ დეპრესიას. თუმცა ხო, ერთგვარად არის რაღაც გარკვეული მოწყენილობა და სირთულეები, რომელიც ახლავს შვებულებიდან სამსახურში დაბრუნებას, რაც ძალიან ლოგიკურია, რადგან შვებულების პერიოდში თავს გვძნობთ თავისუფლად, ჩვენებაზე არის როგორ წარმართავთ დღეს და ასე შემდეგ და რომელსაც გავიღვიძებთ, რომელსაც დავიძინებთ და ასე შემდეგ. რომელსაც მივირთმევთ, რას გავაკეთებთ, აბსოლუტურად თავისუფალი გარემო და გრაფიკი გვაქვს, ну, გააჩნია მეტნაკლებად და ვბრუნდებით უცებ, აი რაღაც ერთგვარი კონტრასტის ეფექტი იქნება და თანაც ну რაღაც ეს მონატრებაც ახლავს იმ პერიოდის. ადამიანების უმრავლესობას, რა თქმა უნდა, ეს ახასიათებს შვებულობის შემდგომი ეს რაღაც ერთგვარი მოწყენილობა და ჩვენ დასაწყისში ვახსენეთ, რომ შვებულება გვეხმარება გუნება განწყობის გაუმჯობესებაში, კონცენტრაციის ამაღლებაში და ასე შემდეგ. თქვენ წარმოიდგინეთ საწყის ეტაპზე პირველ დღეებში, როდესაც ვბრუნდებით შვებულებიდან, პირიქით შეიძლება საკმაოდ გაგვიჭირდეს კონცენტრირება საქმეზე, მნიშვნელოვან საკითხებზე. ხშირ შემთხვევაში ასეა ხოლმე. კი ბატონო, და პირიქით გუნება განწყობა გაუარესდეს კიდეც, იმიტომ რომ როგორც წაღან ვახსენეთ, აი სრულიად ასე ვთქვათ, კონტრასტულ გარემოში აღმოჩნდებით ხოლმე. ის, რაც თქვენ ახსენეთ, როგორც უმკლავდებით ამას, აბსოლუტურად გამართლებული და ჯანსაღი მიდგომაა, რადგან მიზანი შვებულებას, როდესაც გეკმავთ, იქიდანვე შეგვიძლია დავიწყოთ ზრუნვა იმაზე, რომ თავი და ნავირიდოთ ეს დაბრუნებასთან დაკავშირებული მტკივნეული მომენტები. მაგალითად, თუ გვაქვს ამის შესაძლებლობა, განსაზღვროთ წინასწარ, როგორ პერიოდში ვბრუნდებით. თუ სამსახურისთვის შედარებით სტრესული და დატვირთული პერიოდია, რა თქმა უნდა, უფრო მეტად იქნება გავლენა ამ ეფექტის. ასევე, როდესაც ბრუნდებით, დავუშვათ კვირის რომელ დღეს ბრუნდებით, შეიძლება შუა კვირაში დავბრუნდეთ და რაღაც მალევე მოდიოდეს უქმე დღეები, რომ ისევ შევძლოთ დასვენების რეჟიმში ყოფნა. მთლიანობაში ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ დაბრუნება მოხდეს ნელ-ნელა ეტაპობრივად და არა ესე უცაბედად, ხომ? გადასარევია თუ ერთი კვირით ადრე დაუბრუნდებით, ასე ვთქვათ, იმ გარემოს, სადაც ძირითადად ვიმყოფებით, თუ ამის ფუფუნება არა გვაქვს, 1-2 დღე მაინც რომ კი ბატონო, გავითვალისწინოთ. და ასევე ხშირად არის, რომ ადამიანები ესე გეგმავენ, რომ აი შვებულებიდან დაბრუნდები და დაგეგმილი აქვთ იმ პირველივე დღიდან რთული ამოცანები, ბევრი საკითხი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან გაართულებს აი ამ ადაპტაციის პროცესს და ჯობია პირველი დღეები უფრო მარტივ საქმიანობას დაუთმოთ და ნელ-ნელა ვადაპტირდეთ ამ გარემოსთან და ასევე რაც მნიშვნელოვანია, სტრესის დროს ჩვენ ბუნებრივად გვიჩნდება ემპათიის გაცემის და მიღების მოთხოვნილება. თანამშრომლებთან, კოლეგებთან საუბარი ამ საკითხზე, გაზიარება, ეს ემოციური ვენტილაციაც მნიშვნელოვანია, რომ ადაპტაციაში დაგვეხმაროს. რა როლი აქვს აქ მოლოდინებს? იმიტომ რომ აი თქვენ ახსენეთ ასეთი ფრაზა წაღან წარმოთქვით, რომ თქვათ წინასწარ შევექმნათ განწყობა რა გარემოში დაუბრუნდებითო. ეს ხომ არ შეიძლება გახდეს დამატებითი შფოთვის საგანი, რომ აი წინასწარ თქვათ ერთი თვის ადრე მაგალითისთვის განსაზღვრული მაქვს, რომ აი ამ ერთი თვის შემდეგ მე უნდა დავუბრუნდე სტრესულ გარემოს. ეს შეიძლება რომ შფოთვების მიზეზი გახდეს?
რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური. როგორ გავუმიჯნოთ, საინტერესოა, როგორ გავუმიჯნოთ ეს ყველაფერი. ერთი და კარგია ის, რომ თქვათ წინასწარ გვექნება განჭრეტილი რა და როგორ მოხდება, მაგრამ მეორეა, რომ აი ეს ფოთები შეიძლება გაჩნდეს. აი, როგორ მართოთ ეს ყველაფერი. მე წახან ვახსენეთ, რომ ზოგჯერ ადამიანებს გვაქვს მოთხოვნილება, რომ რაღაცას უნივერსალური ტექნიკა, უნივერსალური მეთოდი ვიცოდეთ და ასევე გვაქვს ეს მიდგომა, რომ ყველაფერი ერთიანად გვინდა უცებ სწრაფად მოვაგვაროთ. არა და გაცილებით რთული და ასე ვთქვათ, ნაყოფიერი და რეალური შედეგის მომტანი არის, როდესაც ჩვენ ვეჩვევით ნელ-ნელა ეტაპობრივად მცირე ნაბიჯებით შედეგებზე გასვლას. და ხშირად არის, რომ ადამიანები წინასწარ გეგმავენ, რომ აი მშობლებიდან დაბრუნების შემდეგ ყველანაირ საქმეს ერთიანად შეუდგებიან. შეიძლება არ გაამართლოს ამ მიდგომამ, მაგრამ ყოველ წელს მეორდებოდეს ერთი და იგივე მაინც ხომ. რა თქმა უნდა, მოლოდინები მნიშვნელოვნად განაპირობებს ამას და ნახეთ, როდესაც მე ერთი კვირით და ერთი თვით ადრე გეგმავ მაგალითად მშობლებიდან დაბრუნების შემდგომ რას გავაკეთებ, ვცდილობ რაღაცნაირად განსაზღვრო მომავალი. ერთი თვის შემდეგ, როდესაც დავბრუნდები, რა განწყობაზე ვიქნები, რა რესურსები მექნება, წინასწარ არასდროს ეს არ ვიცით და აი ყველაზე ასე ვთქვათ დიდ შეცდომას, რასაც ვუშვებთ, არის ნაკლებობა იმის, რომ ვიყო აქ და ამჟამად. რა თქმა უნდა, წინასწარ დაახლოებით მონახაზი გეგმა რო გქონდეს ძალიან კარგია, გვეხმარება დაახლოებით ასე ვთქვათ მიზნების მიღწევაში, თუმცა მნიშვნელოვანი არის, რომ ყოველთვის გავითვალისწინოთ, ასე ვთქვათ, გეგმა B, ან კიდევ დამატებითი გეგმები და აი ამ შემთხვევაში ისევ მივდივართ ამ რაღაცა ძალიან დიდ მოლოდინებთან და დაყენებებთან საკუთარი თავის მიმართ, რომ ვეცადოთ ვიყოთ აქ და ამჟამად. აქ და ამჟამად ჩვენი ემოციური, ფიზიკური რესურსებიდან გამომდინარე დავგეგმოთ, ჩვენ კი არ შევეწყოთ და მოვირგოთ საქმის რაოდენობას და სირთულეს, არამედ საქმე მოვირგოთ მეტნაკლებად, როცა ამის შესაძლებლობა გვაქვს, თორემ რა თქმა უნდა არის შემთხვევები, როდესაც განსაკუთრებული შემთხვევებია და შეიძლება რაღაც დამატებითი ძალისხმევის მობილიზება დაგვჭირდეს იმისთვის, რომ საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. სანამ დავასრულებთ, ერთი ასეთი შეკითხვა მინდა დავსვა. ხშირად ადამიანები ამჯობინებენ ფიზიკურ დაღლას, მორალურ დაღლას. ამ შემთხვევაში როგორ შეიძლება ისევ ალბათ მაინც იქ მივდივართ, რომ რაღაც სტანდარტების დაყენება გვიყვარს, მაგრამ როგორ მართოთ ეს ყველაფერი, თუ არის შესაძლებელი რაღაცნაირად მორალურად დაღლილი ადამიანის ემოციების მართვა ისე, რომ ვთქვათ, არ იყოს ეს ისე განსაზღვრული, რომ ამან ფუნქციონირებაში, თუნდაც სამსახურში, თუნდაც დასვენების დროს, იმიტომ რომ ხშირად ადამიანები დასვენების დროსაც, შვებულების დროსაც ვერ ახერხებენ განტვირთვას და დასვენებას. აი როგორ მოვახერხოთ ამ ყველაფრის მართვა? აი თუნდაც ახლა საუბრობდით შვებულობის შემდგომ სამსახურთან ადაპტაციაზე და ერთ-ერთი ასევე გასათვალისწინებელი ფაქტორი არის ზუსტად ეს, რომ როდესაც ვიმყოფებით შვებულებაში, ვიმყოფებოდეთ შვებულებაში, რაც გულისხმობს იმას, რომ ისე თუ აგრძელებთ მეილების გზავნას, საქმის კურსში ყოფნას და ზუსტად ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს დაბრუნების პროცესი კიდევ უფრო მეტად მტკივნეული იქნება, იმიტომ რომ არც ვერ გამოვიყენე და კიდე იმას უბრუნდა. არც დაგვისვენია. თუ კარგად დავაკვირდებით, ამით არა მხოლოდ საკუთარ თავს ვაზიანებთ, არამედ ორგანიზაციაშიც დაწესებულებაში, სადაც ვმუშაობთ, ვქმნით არაჯანსაღ კულტურას და იმ ადამიანებსაც ვუშლით ხელს ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბებაში, ვისაც უნდა რომ მოწყდეს ამ გარემოს და რაღაცნაირად შეიძლება შემდეგ აი ეს შვებულებაში ყოფნის დროს პარალელურად საქმის კეთება ერთგვარად რაღაც თითქოს კარგ ტონად, რა თქმა უნდა, არაჯანსაღია, მაგრამ აი კარგ ტონადაც ითვლებოდეს, რომ აი ნახე როგორ თავდადებული არის საქმისთვის, რაც სამწუხაროდ ასეა. ხო, რა თქმა უნდა, არაჯანსაღია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ავიღოთ ამაზე და არც ჩვენს კოლეგას არ შეუქმნათ ამით სირთულე და გავაცნობიეროთ, რომ ისევ საქმისთვის, ისევ ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის არის მნიშვნელოვანი მოწყვეტა ბოლომდე დასვენების დროს სამსახურეობრივი საკითხებისგან. დიდი მადლობა და რომ შევაჯამოთ ეს ფსიქოლოგიური ასპექტები, რა როლი ქონდა დასვენებას და აქვს ზოგადად ადამიანის ცხოვრებაში, ამაზე ჩვენ ძალიან კარგად ვისაუბრეთ და მოდი რჩევები მივცეთ ადამიანებს, ვინც ვერ ახერხებს ქალაქიდან გასვლას, იმიტომ რომ
ეხლაც სექტემბერი კი არის, მაგრამ რაღაცნაირად სექტემბერშიც მაინც შეინიშნება ხოლმე ქალაქიდან გასვლის ტენდენციები, ხომ? აი, ვერ მოახერხა, თქვათ, ქალაქის დატოვება, თუმცა სექტემბრის პერიოდი აქვს საშვებულებო. როგორ დაისვენოს ისე, რომ ეს შემდგომ უკვე თავისთვისაც იყოს პროდუქტიული და სამსახურეობრივ მოვალეობაშიც არ შეუშალოს ხელი. აი ეს პატარა რჩევები მივუწევთ ადამიანებს. ამ შემთხვევაში აქცენტი გავაკეთოთ სწორედ მათზე, ვინც ხშირად თავს იკავებს ხოლმე შვებულების გამოყენების. გარდა მსუყე და ხანგრძლივი დასვენებებისა, ასევე ხანმოკლე დასვენებები, უქმე დღეების გამოყენება, კვლევები ადასტურებს, რომ ერთ-ორდღიანი, ასე ვთქვათ, დასვენების გამოყენებაც კი არის დადებითი ეფექტის მომტანი. ამას გარდა ყოველდღიურობაში გარკვეული ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბება, მცირე დროის დათმობა, განტვირთვისთვის, თვითზრუნვის აქტიობების გაძლიერება უფრო მეტად, დაკვირვება იმაზე თუ რა მღლის ყველაზე მეტად, მაგალითად შეიძლება ადამიანი ემპათიურ გადაღლას ვუწოდებთ, მაგალითად შეიძლება გადაიღალოს იმისგან, რომ ყოველდღე ბევრ ადამიანთან ხდება კომუნიკაცია და მათ ემოციებთან თანხვედრა და შეწყობა. როდესაც ხვდებით წყაროს გადაღლის, რა არის წამყვანი და მთავარი, შემდეგ გეგმავთ, რა თქმა უნდა, ყოველდღიურობაში შესაბამისი აქტიობების დაგეგმას, რასაც აი ერთგვარად ემოციურ ჰიგიენასაც ვეძახით. თუ კი ჩვენ გვინდა ვიყოთ პროდუქტიულები და ჯანსაღად გაუმკლავდეთ ყოველდღიურობას, მნიშვნელოვანია, რომ ეს პატარ-პატარა ჯანსაღი ქმედებები, დასვენებასთან დაკავშირებული, თვითზრუნვასთან დაკავშირებული აქტიობები იყოს რუტინა. ზოგჯერ არის, რომ ჩვენ ველოდებით, როდის გადავიღლებით და მე უფრო მეტი ძალისხმევა ჭირდება ამ ყველაფერს. ამიტომ თუ კი გავითვალისწინებთ, რომ ამ ქმედებებს, ხანმოკლე დასვენებებს, ყოველდღიურ ჯანსაღ აქტიობებს გამოვიყენებთ ყოველდღიურობაში და არ დაველოდებით გადაღლის მოსვლას, რა თქმა უნდა, უფრო მეტად შევძლებთ ეფექტურად ფუნქციონირებას და ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნებას. და ბოლოს ერთი მთავარი შეჯამება. როგორ დაუბრუნდეთ სამსახურში დასვენების შემდეგ სტრესის გარეშე? დასვენების შემდგომ გარკვეული, ასე ვთქვათ, ცვლილებები, რა თქმა უნდა, იქნება და ეს ნორმალური არის. მთავარი არის ის, რომ დაბრუნების პროცესი რაც შეიძლება ფრთხილად და ეტაპობრივად მოვახდინოთ. მოვემზადოთ წინასწარ, განვეწყოთ წინასწარ, ვეცადოთ მარტივი საქმიანობებით დავიწყოთ მუშაობა და ნელ-ნელა მივიდეთ იმ მიზნებამდე, რომელიც შეიძლება მანამდე დასვენებამდე წინასწარ გქონდა დაგეგმილი და განსაზღვრული. უღრმესი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მაყურებლისთვისაც იგივე განწყობა შევქმენით. მადლობა, ჩვენ პირველად მოგვიწია ერთმანეთთან კომუნიკაცია და სეზონის დასაწყისშიც ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი საუბრის მოსმენა. დარწმუნებული ვარ და იმეც ვიტოვებ, რომ ხშირად შევხვდებით ერთმანეთს. კი ბატონო. დავიმშვიდობები მაყურებელს, წარმატებულ მშვიდობიან პოზიტიურ დღეს გისურვებთ ტრადიციულად და დაელოდეთ ჩვენს მომდევნო გადაცემებს, რომელიც ასევე ძალიან სასარგებლო და ნაყოფიერი ინფორმაციებით მოგამარაგებთ ყოველთვის. დროებით.